როდესაც პოლიციამ კახი კავსაძის სახლში შევიდა 2009 წელს, საძინებელში ნაპოვნი იქნა ძველი ფოტოალბომი, რომელიც 30 წლის განმავლობაში არავის უნახავს. ალბომის პირველ გვერდზე ხელით ეწერა, ბელას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გახსნა. ამ ალბომში იყო ფოტოები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რასაც საზოგადოება იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ. ფოტოებზე ჩანდა ახალგაზრდა ბელა, რომელიც ცეკვავდა, სიარულობდა, ხტოდა ტბაში, ხოლო უკანა მხარეს თითოეულ სურათზე კახის ხელით იყო დაწერილი, სანამ ჩვენ არ დავკარგეთ ყველაფერი. რატომ მალავდა ეს ფოტოები საქართველოს უდიდესი მსახიობი? რა ხდებოდა იმ სახლში, სადაც მილიონობით ადამიანი ხედავდა მხოლოდ სიყვარულის იდეალს? ვინ იცოდა ნამდვილი ისტორია იმ ღამის შესახებ, როდესაც ბელა მირიანაშვილი სამუდამოდ დაკარგა უნარი სიარულისა? ეს არის ისტორია, რომელიც 26 წლის განმავლობაში იმალებოდა 4 კედლის უკან, სადაც ერთი კაცი ატარებდა თავის ცოლს ხელში, ირეცხდა მას, ყვებავდა, ამშვიდებდა მის ტირილს ღამის სიჩუმეში. საზოგადოება ხედავდა მხოლოდ ლამაზ სურათს, ცნობილი მსახიობი, რომელიც არ მიატოვა ავადმყოფი ცოლი. მაგრამ რა ფასად მოვიდა ეს ერთგულება? რა ამბავი ჰქონდა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ ღამე ისმენდნენ კახის ხმას, როდესაც ის საუბრობდა უსიცოცხლო სხეულთან, თითქოს ბელა კვლავ შეეძლო პასუხის გაცემა. თბილისის მარჯანიშვილის თეატრის კედლებს ახსოვთ ის დღე, როდესაც კახი კავსაძემ პირველად შეხვდა ბელა მირიანაშვილს. ეს იყო 1978 წელი და თეატრის დერეფანში ჰაერი სავსე იყო ახალი სპექტაკლის აღელვებით. ბელა იყო ახალგაზრდა მსახიობი, რომლის თვალები ანათებდა იმ განსაკუთრებული ცეცხლით, რომელსაც ხალხი უწოდებდა ნიჩს. მას ჰქონდა ხმა, რომელიც ვარდების ფურცლებივით რბილად ეცემოდა სცენას და სიარული, რომელიც გავდა ცეკვას. კახი იმ დროს უკვე იყო ცნობილი, მაგრამ არა ისეთი ლეგენდა, როგორიც მოგვიანებით გახდა. ის იყო 30 წლის ახალგაზრდა მსახიობი ძლიერი ხმით და თვალებით, რომლებშიც ჩანდა უსასრულო სიღრმე. მათი პირველი საუბარი მოხდა თეატრის სახურავზე, სადაც მსახიობები ხშირად დადიოდნენ შესვენებაზე. ბელა ეწეოდა სიგარეტს, ხოლო კახი უბრალოდ დგას და უყურებდა ქალაქს. შენ რატომ არ ეწევი? ჰკითხა ბელამ. იმიტომ რომ მე მჭირდება ჰაერი სუფთა, რომ ვიგრძნო სიცოცხლე, უპასუხა კახიმ. ეს იყო უცნაური პასუხი და ბელამ გაიცინა. მაგრამ იმ გაღიმებაში იყო რაღაც, რამაც კახის გული შეაჩერა. ის გაიცნობდნენ 6 თვის განმავლობაში და ყოველი მათი შეხვედრა იყო როგორც პატარა სპექტაკლი, სადაც ორივე თამაშობდა როლს ადამიანისა, რომელიც ცდილობდა არ შეყვარებულიყო. 1969 წელს, ზამთრის ცივ იანვარში, კახიმ სთხოვა ბელას ცოლად. ეს მოხდა არა რესტორანში, არა თეატრში, არამედ მარტივ ავტობუსში, რომელიც მიდიოდა დიღომისკენ. ბელა ატარებდა ძველ ქურთუქს, რომლის ღილები იყო გაცვეთილი და კახიმ უბრალოდ უთხრა, მე მინდა რომ შენ იყო ჩემი ცოლი, რადგან მე ვერ წარმომიდგენია დილას გაღვიძება შენს გარეშე. ბელამ არ უთხრა დიახ მაშინვე. მან უყურა მის თვალებში 5 წუთის განმავლობაში, ხოლო ავტობუსი ქანქალებდა ძველ ქვაფენილზე და შემდეგ თქვა, კარგი, მაგრამ შენ უნდა დამპირდე, რომ არასოდეს მატყუებ. კახიმ დახპირდა. დაქორწინდნენ მარტში 1969 წელს, პატარა ეკლესიაში მცხეთაში, სადაც იყო მხოლოდ 10 ადამიანი. ბელას ჰქონდა თეთრი კაბა, რომელიც მისმა დედამ შეკერა 2 კვირის განმავლობაში და კახი ატარებდა ძველ კოსტიუმს, რომელიც ჰქონდა მამისგან მემკვიდრეობით მიღებული. მოდელმა, რომელიც აკურთხებდა მათ, მოგვიანებით იხსენებდა, რომ არასოდეს უნახავს 2 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ისე უყურებდნენ, თითქოს დანარჩენი სამყარო არ არსებობდა. ისინი იდგნენ ჩემს წინ, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ისინი იყვნენ სხვა სამყაროში, სადაც მხოლოდ 2 სული არსებობდა, ამბობდა მღვდელი. პირველი 2 წელი იყო როგორც ზღაპარი. კახი თამაშობდა თეატრში, ბელა მუშაობდა რადიოზე, სადაც წაიკითხავდა პოეზიას. მათი სახლი იყო პატარა ბინავერაზე, სადაც ფანჯრიდან ჩანდა მთაწმინდა. ყოველ საღამოს, როდესაც კახი ბრუნდებოდა თეატრიდან, ბელა ხვდებოდა მას კარებთან და ეკითხებოდა, როგორი იყო შენი დღე, ჩემო რაინდო, ეს იყო მათი პატარა რიტუალი. კახი უყვებოდა სპექტაკლის შესახებ, ხოლო ბელა უსმენდა, თავი მიყრდნობოდა მის მხარზე და ისინი ზოგჯერ ისე იჯდნენ დილამდე, საუბრობდნენ ცხოვრებაზე, ოცნებებზე, იმაზე, თუ როგორ აღზარდავდნენ შვილებს. მაგრამ 1971 წლის გაზაფხულზე რაღაც შეიცვალა. ბელამ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. ეს იყო ბედნიერების ამბავი, რომელმაც მთელი სახლი აავსო სიხარულით. კახი ყიდულობდა პატარა ტანსაცმელს, აკეთებდა საწოლს ხის ძველი ფიცრებისგან, ხატავდა კედლებს ბავშვის ოთახში. ბელა ყოველ დილას იღვიძებოდა და ეხებოდა თავის მუცელს, ელაპარაკებოდა ჯერ კიდევ დაუბადებელ შვილს.
შენ იქნები ჩვენი პატარა მზე, ამბობდა ის. მაგრამ მეხუთე თვეზე დაიწყო რაღაც უცნაური. ბელას ფეხები იწყებდა შეშუპებას და ზოგჯერ ის გრძნობდა ძლიერ ტკივილს ზურგში. ექიმები ამბობდნენ, რომ ეს ნორმალურია ორსულობისთვის. ყველა ქალს აქვს ასეთი სიმპტომები, ამბობდა ძველი ექიმი, რომელიც მუშაობდა რაიონულ პოლიკლინიკაში. მაგრამ კახი გრძნობდა, რომ რაღაც არ იყო სწორი. ის ხედავდა, როგორ იცვლებოდა ბელას სახე, როგორ ქრებოდა ის ნათება მის თვალებში. ერთ საღამოს, როდესაც ბელა ცდილობდა წამოდგომას სკამიდან, მისი ფეხები უბრალოდ არ უმორჩილა. ის დაეცა იატაკზე და კახიმ გაიქცა მისკენ, აიყვანა ის ხელებში. რა ხდება ჩემთან? ჰკითხა ბელამ და მის ხმაში იყო შიში, რომელიც კახის გულს ანგრევდა. მათ წაიყვანეს ბელა საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა გააკეთეს ანალიზები. შედეგები იყო საშინელი. ბელას ჰქონდა იშვიათი დაავადება, რომელიც აზიანებდა ნერვულ სისტემას. ექიმები ამბობდნენ, რომ ორსულობამ გააძლიერა ეს დაავადება და ახლა ის ვითარდებოდა სწრაფად. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ ექიმი ვერ დაასრულა წინადადება. კახი მიცოდა, რა ნიშნავდა ეს, მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ მისი ცოლი, ქალი, რომელიც ცეკვავდა როგორც ფრინველი, შესაძლოა აღარასოდეს გაიარა. ბელა მიშვა ვაჟი 1971 წლის სექტემბერში. ბავშვი იყო ჯანმრთელი, ლამაზი, ჰქონდა მამის თვალები და დედის ღიმილი. მაგრამ ბელა ვერ შეძლო მისი ხელში აღება. მშობიარობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. ფეხები სრულიად დაუბენდა და ექიმებმა უთხრეს კახის, რომ ეს არის სამუდამოდ, თქვენი ცოლი აღარასოდეს იარებს, თქვა მთავარმა ექიმმა და ეს სიტყვები იყო როგორც განაჩენი. კახი იჯდა საავადმყოფოს დერეფანში, ხელები ეჭირა თავზე და ცდილობდა არ ატირებულიყო, რადგან იცოდა, რომ ბელას სჭირდებოდა ის ძლიერი. როდესაც კახი შევიდა პალატაში, ბელა იწვა საწოლში და უყურებდა ფანჯარას. მან იცოდა. ექიმებმა უთხრეს. კახი, მე ვიცი, რომ შენ გინდა წახვიდე, თქვა მან და მისი ხმა იყო ისეთი მშვიდი, რომ ეს უფრო საშინელი იყო, ვიდრე ტირილი. მე გავიგებ, თუ შენ მიმატოვებ. შენ ახალგაზრდა ხარ, ცნობილი, ლამაზი. შენ შეგიძლია იპოვო სხვა ქალი, რომელიც შეძლებს სიარულს, ცეკვას, შენთან ერთად ცხოვრებას. კახი მიუახლოვდა საწოლს, ჩაიჯდა მის გვერდით, აიღო ბელას ხელი. ბელა, შენ ხსოვს, რა დავპირდი ავტობუსში? ჰკითხა მან. დავპირდი, რომ არასოდეს მოგატყუებდი. და მე არ მოგატყუებ. შენ ხარ ჩემი ცოლი, ჩემი სიყვარული, ჩემი სიცოცხლე. და თუ შენ ვერ იარებ, მე გატარებ ხელებში. ბელამ დაიწყო ტირილი. ეს იყო პირველი და ბოლო ჯერი, როდესაც კახიმ დაინახა ის ტირილი. მას შემდეგ ბელა არასოდეს ატირდა მის წინაშე. მან გადაწყვიტა, რომ თუ კახი რჩებოდა მასთან, მაშინ ის არ გახდებოდა ტვირთი. ის იქნებოდა ის ქალი, რომელსაც კახი შეუყვარდა, მხოლოდ ახლა სკამში. მაგრამ რა ფასად მოვიდა ეს გადაწყვეტილება? რა ხდებოდა იმ ღამეებში, როდესაც კახი ატარებდა ბელას აბაზანაში, როდესაც ის ირეცხდა მას, როდესაც ის უსმენდა მის ჩუმ ტკივილს? ვინ იცოდა, რამდენჯერ ფიქრობდა კახი, რომ შესაძლოა უნდა წასულიყო, მაგრამ რატომ არასოდეს წავიდა? თბილისის თეატრალურ წრეებში 1972 წელს დაიწყო ჩურჩული, რომელიც 26 წლის განმავლობაში არასოდეს გაჩნდა. ადამიანები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა კახი კავსაძე ავადმყოფ ცოლთან და ყოველი ამბავი იყო უფრო დრამატული წინაზე. ზოგი ამბობდა, რომ კახი იყო წმინდანი, ზოგი კი ჩურჩულებდა, რომ ის იყო უბრალოდ სუსტი კაცი, რომელსაც არ ჰქონდა გამბედაობა წასვლისა. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა ნამდვილი ამბავი, და ეს იყო ნინო ჯავახიშვილი, ბელას უახლოესი მეგობარი, რომელიც ყოველ კვირას სტუმრობდა მათ სახლს. ნინო პირველად ისაუბრა კამერის წინ 2010 წელს, 2 წლის შემდეგ კახის გარდაცვალებისა და მისი ისტორია ანგრევს ყველაფერს, რასაც საზოგადოება ფიქრობდა ამ წყვილზე. პირველი ჯერი, როდესაც მე ვნახე კახი ბელას ტარებისას, ეს იყო 1972 წლის ზამთარი, იხსენებს ნინო და მისი ხმა კვლავ კანკალებს ამ მოგონებისგან. მე შევედი მათ ბინაში და ვნახე კახი, რომელიც ატარებდა ბელას აბაზანიდან საძინებელში. ბელა იყო გამხდარი, ძალიან გამხდარი და მისი ფეხები ეკიდა ჰაერში როგორც გატეხილი ტოტები. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო კახის სახე. ის ღიმოდა და ელაპარაკებოდა ბელას, თითქოს ისინი მიდიოდნენ სასეირნოდ პარკში. ბელა, დღეს ლამაზი ამინდია, შესაძლოა მოგვიანებით გავიდეთ აივანზე, ამბობდა ის. და ბელა ასევე ღიმოდა, მაგრამ მის თვალებში მე ვხედავდი ისეთ ტკივილს, რომელიც სიტყვებით ვერ აღიწერება. ნინო ყვება, რომ კახის ცხოვრება იყო გაყოფილი ორ სამყაროდ.
დღისით ის იყო ცნობილი მსახიობი, რომელიც თამაშობდა თეატრში, იღებდა აპლოდისმენტებს, ხვდებოდა ფანებს. მაგრამ ღამით ის იყო მოვლე, რომელიც ირეცხდა. ცოლს უცვლიდა საწოლს, აძლევდა წამლებს. ერთხელ მე დავრჩი მათ სახლში ღამით, რადგან ბელას ჰქონდა ძლიერი ტკივილი და სჭირდებოდა დახმარება, ყვება ნინო. მე ვიყავი სამზარეულოში და ვამზადებდი ჩაის, როდესაც გავიგონე ხმა საძინებლიდან. ეს იყო კახის ხმა და ის ლაპარაკობდა ბელასთან. ის ამბობდა, ბელა, შენ ხსოვს, როგორ ვცეკვავდით ჩვენს ქორწილში. შენ იყავი ყველაზე ლამაზი ქალი მთელ სამყაროში. და შენ კვლავ ხარ. შენ ყოველთვის იქნები. და შემდეგ მე გავიგონე ბელას ხმა ძალიან ჩუმი, კახი, შენ რატომ არ მიმატოვებ და კახი მუპასუხა, რადგან სიყვარული არ არის იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლია სიარული. სიყვარული არის იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლია გრძნობა. მაგრამ იყო ადამიანები, რომლებიც არ სჯეროდათ ამ ლამაზ ისტორიას. თეატრში იყო ერთი ქალი, რომელსაც ერქვა ეთერი მელიქიშვილი, ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც თამაშობდა კახის პარტნიორად. ეთერი იყო ლამაზი, თავისუფალი და ის აშკარად იყო შეყვარებული კახიში. 1973 წელს სპექტაკლის პრემიერის შემდეგ ეთერი მიუახლოვდა კახის და უთხრა: კახი, შენ იცი, რომ მე შემიძლია გაგიხადო ბედნიერი. შენ არ უნდა ცხოვრობ ასე. შენ ახალგაზრდა ხარ, შენ გაქვს მთელი ცხოვრება წინ. კახი მუყურა მას ხანგრძლივად და შემდეგ უთხრა: ეთერი, მე უკვე ბედნიერი ვარ. და თუ შენ არ გესმის ეს, მაშინ შენ არასოდეს გაიგებ, რას ნიშნავს სიყვარული. ეს ამბავი გავრცელდა თეატრში და ადამიანები იწყებდნენ საუბარს. ზოგი ამბობდა, რომ კახი იყო სულელი, რომ უარყო ასეთი ლამაზი ქალი. ზოგი კი ამბობდა, რომ ის იყო ბრძენი, რადგან ის იცოდა, რომ ნამდვილი სიყვარული არის იშვიათი. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც იცოდა, რა ფასად მოდიოდა ეს გადაწყვეტილება კახისთვის, და ეს იყო გიორგი დანელია, კახის უახლოესი მეგობარი და კოლეგა. გიორგი ყვება, რომ ერთ საღამოს 1964 წელს კახი მოვიდა მის სახლში და დალიაღვინო, რაც იყო იშვიათი, რადგან კახი თითქმის არასოდეს სვამდა. ის იჯდა ჩემს სამზარეულოში და მისი ხელები კანკალებდა, იხსენებს გიორგი. მე ვკითხე, კახი, რა მოხდა, და ის უბრალოდ უყურებდა თავის ჩიქას. შემდეგ მან თქვა, გიორგი, მე ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მე ვარ ყველაზე ეგოისტური კაცი მთელ სამყაროში. მე არ გავიგე. მე ვთქვი, შენ. შენ, რომელიც ატარებ შენს ცოლს ხელებში ყოველ დღე, და კახი მუპასუხა, დიახ, მე. რადგან მე ვრჩები მასთან არა მისთვის, არამედ ჩემთვის. რადგან მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მის გარეშე. მე ვიცი, რომ ბელას უკეთესი იქნებოდა, თუ მე წავიდოდი, რადგან მაშინ ის არ გრძნობდა თავს ტვირთად. მაგრამ მე ვერ წავალ, რადგან მე ვარ სუსტი. გიორგი ამბობს, რომ ეს იყო ერთადერთი ჯერი, როდესაც კახი მაღიარა თავისი შიში. მე ვუთხარ იმას, კახი, ეს არ არის სისუსტე. ეს არის სიძლიერე. მაგრამ ის არ დამიჯერა. ის დალია კიდევ ერთი ჩიქა და თქვა, გიორგი, შენ იცი, რა არის ყველაზე საშინელი. ყველაზე საშინელი არის ის, რომ ბელა იცის. ის იცის, რომ მე ვრჩები მასთან ჩემი სისუსტის გამო და ის მაინც მიყვარს. და ეს მაძლევს მას კიდევ უფრო მეტ ტკივილს. გიორგი ამბობს, რომ იმ ღამის შემდეგ კახი აღარასოდეს ისაუბრა ამ თემაზე. ის დაბრუნდა თავის როლში ერთგული ქმრისა და ის თამაშობდა ამ როლს 26 წლის განმავლობაში. მაგრამ რა ხდებოდა ბელასთან? როგორ გრძნობდა თავს ქალი, რომელიც იცოდა, რომ მისი ქმარი რჩებოდა მასთან არა მხოლოდ სიყვარულის გამო, არამედ ასევე შიშის გამო დაკარგვისა? ნინო ჯავახიშვილი ყვება, რომ ბელა იყო ყველაზე ძლიერი ადამიანი, რომელიც მან ოდესმე იცნობდა. ბელა არასოდეს ჩივოდა. არასოდეს. ის ყოველდღიურად ივიძებოდა და პირველი, რასაც ამბობდა იყო, კახი, დღეს ლამაზი დღეა. არ აქვს მნიშვნელობა იყო წვიმა თუ თოვლი, ბელა ყოველთვის ამბობდა, რომ დღე იყო ლამაზი. რადგან ის არ უნდოდა, რომ კახი გრძნობდა თავს ბედკრულად. ნინო იხსენებს ერთ დღეს, 1965 წელს, როდესაც ბელამ სთხოვა მას, რომ დაეხმარა ჩაეცვა ლამაზი კაბა. მე ვკითხე, ბელა, რატომ, და ის უპასუხა, რადგან დღეს კახის დაბადების დღეა და მე მინდა, რომ ის დაინახოს მე ლამაზი. მე დავეხმარე მას ჩაცმაში და როდესაც კახი მოვიდა სახლში, ბელა იჯდა სკამში, ეცვა ლურჯი კაბა და მისი თმა იყო დავარცხნილი. კახიმ როდესაც დაინახა, ის გაჩერდა კარებთან. მე ვნახე, როგორ შეიცვალა მისი სახე. ის უბრალოდ დგას და უყურებდა ბელას და მის თვალებში იყო ისეთი სიყვარული, რომ მე მომიწია გასვლა ოთახიდან, რადგან გრძნობდი, რომ ვარ ზედმეტი.
მაგრამ იყო მომენტები, როდესაც ეს ლამაზი ფასადი იშლებოდა. ნინო ყვება, რომ ერთხელ ღამის შუაში მან გაიგონა ხმა ბელას ოთახიდან. ეს იყო ტირილი, მაგრამ არა ჩვეულებრივი ტირილი. ეს იყო ისეთი ტირილი, რომელიც მოდიოდა სულის სიღრმიდან. მე შევედი ოთახში და ვნახე ბელა, რომელიც იწვა საწოლში და ატირდა. კახი არ იყო სახლში, ის იყო თეატრში. მე ვკითხე, ბელა, რა მოხდა, და ის უბრალოდ მითხრა, ნინო, მე ვიცი, რომ კახი მიყვარს. მაგრამ ზოგჯერ მე ვფიქრობ, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ მე მომკვდარიყავი. რადგან მაშინ ის იქნებოდა თავისუფალი. ნინო ამბობს, რომ ეს იყო ერთადერთი ჯერი, როდესაც ბელამ თქვა ასეთი რამ. მე ვუთხარ იმას, ბელა არასოდეს თქვა ასეთი რამ. კახი გიყვარს და ის არჩევს ყოფნას შენთან. მაგრამ ბელამ უბრალოდ გაიღიმა ისეთი სევდიანი ღიმილით და თქვა, ნინო, სიყვარული ზოგჯერ არის ყველაზე სასტიკი ციხე. ეს სიტყვები დარჩა ნინოს გონებაში 26 წლის განმავლობაში და ახლა, როდესაც ის იხსენებს მათ, ის კვლავ ატირდება. მაგრამ რა ხდებოდა კახის კარიერასთან? როგორ აგრძელებდა ის მუშაობას, როდესაც მისი ცხოვრება იყო ასეთი რთული? პასუხი მოდის რეჟისორისგან, რომელიც მუშაობდა კახისთან 1966 წელს. კახი იყო ყველაზე პროფესიონალი მსახიობი, რომელთანაც მე ოდესმე მუშაობდი, ამბობს რეჟისორი. ის ყოველთვის მოდიოდა დროზე, ყოველთვის იცოდა თავისი ტექსტი, ყოველთვის იყო მზად. მაგრამ ერთხელ რეპეტიციის შემდეგ მე ვნახე ის დერეფანში. ის იჯდა იატაკზე, თავი ეჭირა ხელებში და ატირდა. მე მივუახლოვდი და ვკითხე, კახი, რა მოხდა, და ის უბრალოდ უყურებდა მე და თქვა, მე დღეს დავივიწყე ბელას წამლის მიცემა დილით. მე დავივიწყე. რა სახის ქმარი ვარ მე? რეჟისორი ამბობს, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც მან გაიგო, რა ტვირთს ატარებდა კახი. მე ვუთხარ იმას, კახი, შენ ხარ ადამიანი. ადამიანები ივიწყებენ. მაგრამ კახიმ უბრალოდ თქვა, არა, მე არ მაქვს უფლება დავივიწყო. ბელას აქვს მხოლოდ მე. თუ მე დავივიწყებ, მაშინ ვინ დაიცავს მას? რეჟისორი ამბობს, რომ იმ დღის შემდეგ ის ყოველთვის უყურებდა კახის განსხვავებული თვალებით. მე ვხედავდი არა მხოლოდ მსახიობს, არამედ კაცს, რომელიც ცხოვრობდა ორ სამყაროში და ორივე სამყარო მოითხოვდა მისგან ყველაფერს. მაგრამ რა იყო ის, რაც აიძულებდა კახის გაეგრძელებინა? რა იყო ის ძალა, რომელიც აძლევდა მას ენერგიას ყოველდილას წამოდგომისა და კვლავ დაწყებისა? ნინო ჯავახიშვილი ამბობს, რომ პასუხი იყო მარტივი და რთული ერთდროულად. ეს იყო სიყვარული. არა ის სიყვარული, რომელზეც ადამიანები საუბრობენ ფილმებში. ეს იყო სიყვარული, რომელიც იყო როგორც ყოველდღიური შრომა. ყოველი დღე კახი იღვიძებოდა და ირჩევდა ბელას. ყოველი დღე. 26 წლის განმავლობაში. და ეს არის ის, რაც ხდის მას არა წმინდას, არამედ უბრალოდ კაცს, რომელმაც იცოდა, რას ნიშნავდა სიყვარული. მაგრამ იყო თუ არა მომენტები, როდესაც კახი ფიქრობდა წასვლაზე. იყო თუ არა ღამეები, როდესაც ის იჯდა და ფიქრობდა, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუ ის აირჩევდა სხვა გზას. გიორგი დანელია ამბობს, რომ დიახ, ასეთი მომენტები იყო. მაგრამ კახი არასოდეს საუბრობდა მათზე. ის ინახავდა მათ თავის შიგნით როგორც საიდუმლოებას, რომელიც არავის უნდა ეცოდინა. რადგან ის იცოდა, რომ თუ ის თქვა ხმამაღლა, რომ ზოგჯერ უნდოდა წასვლა, ეს გაანადგურებდა ყველაფერს, რისთვისაც ის იბრძოდა. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, ჩნდება კითხვა, რა ხდებოდა იმ ღამეებში, როდესაც კახი და ბელა რჩებოდნენ მარტო? რა საუბრობდნენ ისინი, როდესაც არავინ უსმენდა? რა იყო ის, რაც აკავშირებდა მათ ისე ძლიერად, რომ არც ერთი მათგანი ვერ წყვეტდა ამ კავშირს? 1967 წლის გაზაფხულზე კახი კავსაძის სახლში მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ეს იყო ჩვეულებრივი აპრილის საღამო, როდესაც კახი დაბრუნდა თეატრიდან და ნახა, რომ ბელა იჯდა სკამში ფანჯრის წინ და უყურებდა ქუჩას. ეს თავისთავად არ იყო უჩვეულო, მაგრამ ის, რაც იყო უჩვეულო, იყო ის, რომ ბელას ხელში ეჭირა წერილი. კახი მიუახლოვდა და ჰკითხა, რა არის ეს? ბელამ უყურა მას და თქვა, ეს არის წერილი ქალისგან, რომელიც ამბობს, რომ შენ უნდა მიმატოო და წახვიდე მასთან. კახის გული გაჩერდა. ვინ იყო ეს ქალი? როგორ იცოდა მან მათი მისამართი? და რატომ აგზავნიდა ასეთ წერილს? ბელამ გადასცა წერილი კახის და ის დაიწყო კითხვა. წერილი იყო დაწერილი ლამაზი ხელწერით და მასში ეწერა, ძვირფასო კახი, მე ვარ ქალი, რომელიც გიყურებს სცენაზე ყოველ საღამოს. მე ვიცი, რომ შენ ცხოვრობ ავადმყოფ ცოლთან და მე მესმის, რომ შენ ხარ ერთგული.
მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ შენ ხარ ახალგაზრდა კაცი და შენ იმსახურებ ბედნიერებას. მე შემიძლია გაგიხადო ბედნიერი. მე შემიძლია მოგცე ყველაფერი, რასაც შენი ცოლი ვერ მოგცემს. გთხოვ, იფიქრე ამაზე. წერილი არ იყო ხელმოწერილი, მაგრამ ბოლოში იყო დაწერილი მის სამართით, სადაც კახი შეეძლო მისვლა, თუ ის გადაწყვეტდა. კახიმ წაიკითხა წერილი და შემდეგ უყურა ბელას. შენ რას ფიქრობ ამაზე? ჰკითხა მან. ბელამ გაიგიმა, მაგრამ ეს იყო ღიმილი, რომელიც არ აღწევდა მის თვალებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ქალი მართალია. შენ იმსახურებ ბედნიერებას. და შესაძლოა შენ უნდა წახვიდე. კახიმ გაწყრა წერილი და გადააგდო ურნაში. მე არ წავალ არსად, თქვა მან. მაგრამ ბელამ უბრალოდ თქვა, კახი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაზეც არასოდეს ვსაუბრობთ. იმ საღამოს, პირველად 6 წლის განმავლობაში, კახი და ბელა ისაუბრეს ნამდვილად. ისინი ისაუბრეს იმაზე, თუ რას გრძნობდნენ, რას ფიქრობდნენ, რას ეშინოდათ. ბელამ თქვა, კახი, მე ვიცი, რომ შენ რჩები ჩემთან, რადგან მიყვარხარ. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს სიყვარული გაძლევს ტკივილს. მე ვხედავ, როგორ უყურებ სხვა ქალებს ქუჩაში, როგორ უყურებ მათ, რომლებიც სიარულობენ, ცეკვავენ, ცხოვრობენ. და მე ვიცი, რომ შენ ფიქრობ, თუ როგორი იქნებოდა, რომ შენი ცოლი ასევე შეეძლო ეს ყველაფერი. კახიმ სცადა უარყოფა, მაგრამ ბელამ შეაჩერა. არა, კახი. არ უარყოფო. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები ერთმანეთთან. მე ვიცი, რომ შენ ზოგჯერ ფიქრობ წასვლაზე. და მე გეუბნები, რომ ეს კარგია. ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ ადამიანი, არა რობოტი. კახიმ ჩაიჯდა იატაკზე ბელას სკამის წინ და აიღო მისი ხელები. ბელა, მე არასოდეს წავალ. არა იმიტომ, რომ მე ვარ წმინდანი, არამედ იმიტომ, რომ მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება შენს გარეშე. შენ ხარ ჩემი ჰაერი. და თუ მე წავალ, მე დავიხრჩობი. ბელამ დაიწყო ტირილი და ეს იყო მეორეჯერი, როდესაც კახიმ დაინახა ის ტირილი. მაგრამ კახი, მე არ მინდა, რომ შენი ხრჩობო. მე მინდა, რომ შენი ცხოვრო. კახი მაიწია და ჩაეხუტა ბელას. მე ვცხოვრობ. ყოველ დღე, როდესაც მე ვხედავ შენს სახეს, მე ვცხოვრობ. ყოველ საღამოს, როდესაც მე გისმენ შენს ხმას, მე ვცხოვრობ. და ეს საკმარისია ჩემთვის. ისინი იჯდნენ ასე ხანგრძლივად, ორივე ატირდა, ორივე ეჭირა ერთმანეთი და გარეთ ქალაქი აგრძელებდა ცხოვრებას, არ იცოდა იმ დრამის შესახებ, რომელიც ხდებოდა ამ პატარა ბინაში. მაგრამ ვინ იყო ის ქალი, რომელმაც გაგზავნა წერილი? ეს კითხვა დარჩა უპასუხოდ 30 წლის განმავლობაში, სანამ 2012 წელს ერთმა ჟურნალისტმა არ იპოვა პასუხი. ქალი იყო თამარ ბერიძე, ცნობილი მსახიობი, რომელიც თამაშობდა კახის პარტნიორად რამდენიმე სპექტაკლში. თამარი 2012 წელს 2 წლის შემდეგ კახის გარდაცვალებისა დათანხმდა ინტერვიუზე და მისმა აღიარებამ შოკში ჩააგდო საზოგადოება. დიახ, მე გავაგზავნე ის წერილი, ამბობს თამარი და მისი ხმა კვლავ კანკალებს სირცხვილისგან. მე ვიყავი ახალგაზრდა, სულელი და შეყვარებული კახიში. მე ვფიქრობდი, რომ მე ვაკეთებდი სწორ საქმეს, რომ მე ვეხმარებოდი მას გათავისუფლებაში. მაგრამ მე არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. მე არ ვიცოდი, რა სიყვარული იყო მათ შორის. თამარი ყვება, რომ რამდენიმე დღის შემდეგ წერილის გაგზავნის შემდეგ, კახი მოვიდა თეატრში და მიუახლოვდა მას. ის უბრალოდ უყურებდა მე და მე ვიცოდი, რომ ის იცოდა, რომ მე გავაგზავნე წერილი. მე ველოდი, რომ ის გაბრაზდებოდა და მძახებდა. მაგრამ ის უბრალოდ თქვა, თამარ, მე მადლობელი ვარ შენი გრძნობებისთვის. მაგრამ მე უკვე ვიპოვე ჩემი სიყვარული და მე არ ვეძებ სხვას. თამარი ამბობს, რომ იმ მომენტში მან გაიგო, რომ კახი არ იყო უბრალოდ ერთგული ქმარი. ის იყო კაცი, რომელიც იცოდა, რას უნდოდა ცხოვრებისგან. და ის უნდოდა ბელა. არა იმიტომ, რომ ის არ ჰქონდა სხვა არჩევანი, არამედ იმიტომ, რომ ის არჩევდა მას ყოველ დღე. თამარი ყვება, რომ მას შემდეგ ის არასოდეს ისაუბრა კახისთან ამ თემაზე, მაგრამ ის ყოველთვის იხსენებდა იმ მომენტს, როდესაც მან დაინახა ნამდვილი სიყვარული. მაგრამ რა ხდებოდა ბელასთან იმ წერილის შემდეგ? ნინო ჯავახიშვილი ყვება, რომ ბელა შეიცვალა. ის გახდა უფრო ღია, უფრო გულწრფელი. ის დაიწყო საუბარი იმაზე, რასაც ადრე არასოდეს საუბრობდა. ერთხელ მან მითხრა, ნინო, მე ვიცი, რომ კახი მიყვარს. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს სიყვარული არის ტვირთი მისთვის. და მე ვცდილობ გავხადო ეს ტვირთი მსუბუქი. ნინო ამბობს, რომ ბელა დაიწყო პატარა რამეების კეთება, რომლებიც აძლევდა კახის სიხარულს.
ის სთხოვდა მე რომ მოვეტანა წიგნები და ის კითხულობდა მათ ხმამაღლა კახისთვის საღამოებით. ის სთხოვდა კახის რომ ეუბნებინა მისთვის ამბები თეატრიდან და ის უსმენდა მას ისე ყურადღებით, თითქოს ეს იყო ყველაზე საინტერესო ამბავი მთელ სამყაროში. ის ცდილობდა გაეღიმა, გაეცინა, გაეხადა კახის ცხოვრება უფრო მსუბუქი. ნინო ამბობს რომ ეს იყო ბელას გზა სიყვარულის გამოხატვისა. ის არ შეეძლო სიარული, ცეკვა, ჩახუტება კახისა როგორც სხვა ცოლებს. მაგრამ ის შეეძლო სიყვარული და ის აკეთებდა ამას ყოველი მცირე ჟესტით. მაგრამ იყო ერთი რამ, რაც ბელა არასოდეს უთხრა კახის და ეს იყო მისი შიში. ნინო ჯავახიშვილი ყვება რომ ერთხელ ღამის შუაში ბელამ გააღვიძა ის და თქვა, ნინო, მე მეშინია. ვისი? ჰკითხა ნინომ. მე მეშინია რომ ერთ დღეს კახი გაიღვიძებს და გაიგებს რომ ის დაკარგა თავისი ცხოვრება ჩემთვის. მე მეშინია რომ ის შეიძულებს მე. ნინომ უთხრა მას რომ ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ბელა უბრალოდ თქვა, შენ არ იცი. არავინ იცის რა ხდება კაცის გულში, როდესაც ის ატარებს ავადმყოფ ცოლს 26 წლის განმავლობაში. ეს შიში დარჩა ბელასთან სიკვდილამდე. მაგრამ რა ხდებოდა კახის გულში? იცოდა თუ არა ის ბელას შიშის შესახებ? გიორგი დანელია ამბობს რომ დიახ, კახი იცოდა. ერთხელ 1968 წელს კახი მითხრა, გიორგი, ბელა ფიქრობს რომ მე ერთ დღეს შევიძულებ მას. მაგრამ ის არ იცის რომ ყოველი დღე, როდესაც მე ვატარებ მას ხელებში, მე უგრძნობ თავს ყველაზე ბედნიერ კაცად მთელ სამყაროში. რადგან მე მაქვს ის, რასაც ბევრი ადამიანი ეძებს მთელი ცხოვრება და ვერ პოულობს, ნამდვილი სიყვარული. გიორგი ამბობს რომ ეს იყო მომენტი, როდესაც მან გაიგო რომ კახი და ბელა არ იყვნენ უბრალოდ ქმარი და ცოლი. ისინი იყვნენ ორი სული, რომლებიც იპოვეს ერთმანეთი ამ ქაოსურ სამყაროში და გადაწყვიტეს რომ არასოდეს გაეშვათ ერთმანეთი. არ აქვს მნიშვნელობა რა ფასად. გიორგი ყვება რომ 1968 წლის შემდეგ კახი აღარასოდეს ისაუბრა თავის ეჭვებზე, თავის შიშებზე. ის უბრალოდ აგრძელებდა ცხოვრებას, ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს ბელასთან ერთად. მაგრამ რა იყო ის, რაც აიძულებდა ბელას გაეგრძელებინა? რა იყო ის ძალა, რომელიც აძლევდა მას ენერგიას ყოველდილას გაღვიძებისა და კვლავ ღიმილისა? ნინო ჯავახიშვილი ამბობს რომ პასუხი იყო მარტივი. ეს იყო კახი. ბელა ცხოვრობდა კახისთვის. ის იცოდა რომ თუ ის დანებდა, თუ ის ჩაიხშობოდა თავის ტკივილში, ეს გაანადგურებდა კახის. და ის არ უნდოდა ეს. ის უნდოდა რომ კახი ყოფილიყო ბედნიერი, თუნდაც ეს ნიშნავდა რომ მას უნდა ეღიმა, როდესაც მისი სხეული ტკიოდა. ნინო იხსენებს ბოლო საუბარს, რომელიც ჰქონდა ბელასთან 2009 წელს, რამდენიმე თვის წინ ბელას გარდაცვალებისა. მე ვკითხე მას, ბელა, შენ ნანობ და ის უყურებდა მე ხანგრძლივად და შემდეგ თქვა, ნინო, მე ვნანობ მხოლოდ ერთ რამეს. მე ვნანობ რომ მე ვერ შევძელი მიცემა კახის იმ ცხოვრების, რომელსაც ის იმსახურებდა. მაგრამ მე არ ვნანობ იმას, რომ მე ვიყავ მასთან. რადგან ყოველი დღე მასთან იყო საჩუქარი. ნინო ამბობს რომ ეს იყო ბოლო ჯერი, როდესაც მან ისაუბრა ბელასთან. რამდენიმე თვის შემდეგ ბელა გარდაიცვალა და კახი დარჩა მარტო. მაგრამ ის არ იყო მარტო. ის ატარებდა ბელას თავის გულში, ისევე როგორც ატარებდა მას ხელებში 26 წლის განმავლობაში. ნინო ყვება რომ კახი გარდაიცვალა 2 წლის შემდეგ ბელას გარდაცვალებისა და ბევრი ადამიანი ამბობდა რომ ის მოკვდა გატეხილი გულით. მაგრამ იყო თუ არა ეს ნამდვილად გატეხილი გული? ან იყო ეს უბრალოდ კაცი, რომელმაც იცხოვრა თავისი ცხოვრება სრულად, რომელმაც იყო ერთგული თავისი სიყვარულისადმი და რომელმაც იცოდა რომ როდესაც ის მოკვდებოდა, ის შეხვდებოდა ბელას კვლავ? გიორგი დანელია ამბობს რომ კახის ბოლო სიტყვები იყო, მე მივდივარ ბელასთან. და შესაძლოა ეს იყო არა სევდა, არამედ სიხარული. სიხარული იმისა რომ ბოლოს და ბოლოს ის კვლავ იქნებოდა მასთან და ამჯერად არავინ შეეძლებოდა მათი გაყოფა. მაგრამ რა დატოვა კახიმ და ბელამ ჩვენთვის? რა არის მათი მემკვიდრეობა? ნინო ჯავახიშვილი ამბობს რომ მათი მემკვიდრეობა არის მარტივი, ისინი გვიჩვენეს რომ სიყვარული არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები და რომანტიკული ჟესტები. სიყვარული არის ყოველდღიური არჩევანი. ყოველი დღე, როდესაც შენ იღვიძებ და ირჩევ იმ ადამიანს, რომელიც გვერდით გიწევს, მიუხედავად ყველაფრისა. ეს არის ნამდვილი სიყვარული. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, ჩნდება ბოლო კითხვა, რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც ბელა გარდაიცვალა? რა იყო კახის ბოლო სიტყვები მისთვის? და რატომ იპოვეს პოლიციამ ის ფოტოალბომი, რომელიც ბელამ სთხოვა გახსნა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ? ეს კითხვები დარჩება უპასუხოდ, რადგან ზოგიერთი საიდუმლოება უნდა დარჩეს საიდუმლოებად.
მაგრამ ერთი რამ ცნობილია, კახი და ბელა იყვნენ ორი ადამიანი, რომლებმაც იპოვეს ერთმანეთი, შეიყვარეს ერთმანეთი და არასოდეს გაეშვათ ერთმანეთი, მიუხედავად ყველაფრისა. 1969 წელს თბილისის მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის კაბინეტში იყო შეხვედრა, რომელზეც არავინ უნდა ესაუბრა. იმ ოთახში იყო 5 ადამიანი, თეატრის დირექტორი, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, 2 გავლენიანი პროდიუსერი და კახი კავსაძე. მაგიდაზე იდო დოკუმენტი, რომელიც შეცვლიდა კახის ცხოვრებას სამუდამოდ კონტრაქტი მოსკოვის ბოლშოი თეატრთან, სადაც მას სთავაზობდნენ მთავარ როლს ახალ სპექტაკლში და ბინას მოსკოვის ცენტრში. ეს იყო ის შესაძლებლობა, რომელზეც ოცნებობდა ყველა საბჭოთა მსახიობი. ხელფასი იყო 6-ჯერ მეტი, ვიდრე თბილისში და ეს ნიშნავდა, რომ კახის შეეძლო დაქირავება საუკეთესო ექიმები ბელასთვის, იდვა იმპორტული წამლები, რომლებიც საქართველოში არ იყო ხელმისაწვდომი. დირექტორმა თქვა, კახი, ეს არის შენი შანსი. შენ იმსახურებ ამას. ბელას ექნება უკეთესი მოვლა მოსკოვში. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, რომელზეც არავინ საუბრობდა ხმამაღლა, კონტრაქტის მე-14 პუნქტში პატარა შრიფტით იყო დაწერილი, მსახიობი ვალდებულია იცხოვროს თეატრის საერთო საცხოვრებელში პირველი 2 წლის განმავლობაში, სადაც არ არის ადაპტირებული პირობები ინვალიდებისთვის. კახიმ წაიკითხა ეს სიტყვები ერთხელ, 2-ჯერ, 3-ჯერ და შემდეგ უყურა ფანჯარას, სადაც ჩანდა თბილისის ქუჩები, სადაც სადღაც იმ ქუჩებზე, პატარა ბინაში, ბელა ელოდა მის დაბრუნებას. კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა კაცმა მძიმე სახით და ცივი თვალებით მიწოდებული წინდა თქვა, კავსაძე, ჩვენ გვესმის შენი სიტუაცია. მაგრამ შენ უნდა გაიგო, რომ ეს არის არა მხოლოდ შენი კარიერის საკითხი. ეს არის საქართველოს პრესტიჟის საკითხი. თუ შენ უარ სიტყვი ამ შეთავაზებაზე, მოსკოვი იფიქრებს, რომ ჩვენ არ გვყავს ნიჭიერი მსახიობები. და შემდეგ ისინი აღარასოდეს გამოგვიგზავნიან ასეთ შეთავაზებებს. ეს იყო მუქარა, ჩაფარული პატრიოტიზმის რიტორიკაში და კახი მიცოდა ეს. ის იცოდა, რომ თუ ის უარს იტყოდა, მას შეეძლო დაკარგვა როლები თბილისშიც, რადგან სისტემა არ პატიობდა მათ, ვინც არ ემორჩილებოდა. ერთ-ერთმა პროდიუსერმა, რომელიც მანამდე ჩუმად იჯდა, დაამატა, კახი, იფიქრე შენს ცოლზე. მოსკოვში არის საუკეთესო ნევროლოგები მთელ საბჭოთა კავშირში. შესაძლოა მათ შეეძლოთ დახმარება ბელას. შესაძლოა მან კვლავ შეძლოს სიარული. ეს იყო სიცრუე და ყველა მიცოდა ეს, მაგრამ ეს იყო ლამაზი სიცრუე, რომელიც აძლევდა კახის საბაბს თანხმობისთვის. კახი მაიღო კალამი და მისი ხელი ჩამოკიდებული იყო დოკუმენტზე. ოთახში იყო სიჩუმე, რომელიც თითქმის ფიზიკურად იგრძნობოდა. ყველა ელოდა. ყველა იცოდა, რომ ეს იყო მომენტი, რომელიც განსაზღვრავდა კახის მომავალს. და შემდეგ კახიმ დადო კალამი. ის დადო ისე ნაზად, თითქოს ეს იყო ფაიფურის ჩიქა, რომელიც შეეძლო გატეხვა. მე ვწუხარ, თქვა მან და მისი ხმა იყო მშვიდი, ისეთი მშვიდი, რომ ეს იყო უფრო საშინელი ვიდრე ყვირილი. მე არ შემიძლია მიღება ამ შეთავაზებისა. ჩემი ცოლი ვერ იცხოვრებს საერთო საცხოვრებელში. და მე ვერ ვიცხოვრებ მის გარეშე. დირექტორმა დაარტყა ხელი მაგიდას, კავსაძე, შენ ხარ სულელი. შენ ვარ ეუბნები შანსს, რომელიც მოდის ერთხელ ცხოვრებაში, მაგრამ კახი უკვე დგას და მიდიოდა კარისკენ. ის გაჩერდა ზღურბლთან და თქვა, უკან არ შემოbrunებულა, შესაძლოა მე ვარ სულელი. მაგრამ მე ვარ სულელი, რომელიც იცის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. როდესაც კახი გავიდა შენობიდან, ის არ წავიდა სახლში მაშინვე. ის დადიოდა ქუჩებში 2 საათის განმავლობაში, ხელები ჯიბეებში ჩაყრილი, თავი დაბლა დახრილი. ადამიანები, რომლებიც გადიოდნენ მის გვერდით, ცნობდნენ მას და ცდილობდნენ მისალმებას, მაგრამ კახი არაფერს ხედავდა. ის ფიქრობდა იმაზე, რასაც ახლახან უარი უთქვა. ის ფიქრობდა იმ ბინაზე მოსკოვში, იმ ხელფასზე, იმ ექიმებზე. ის ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეეძლო ყიდვა ბელასთვის ახალი ინვალიდის ეტლი, უფრო კომფორტული, უფრო თანამედროვე. ის ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეეძლო დაქირავება პირად იმედდა, რომელიც დაეხმარებოდა მას ბელას მოვლაში. მაგრამ შემდეგ ის ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ იგრძნობდა თავს ბელა იმ საერთო საცხოვრებელში, სადაც კედლები იყო თხელი და ადამიანები ცნობის მოყვარე. ის ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ მოუწევდა ბელას მოსმენა უცხო ადამიანების ნაბიჯები დერეფანში, მოსმენა მათი საუბრები, მათი სიცილი, ხოლო ის თვითონ ვერ შეძლებდა წამოდგომას და გასვლას ოთახიდან. როდესაც კახი ბოლოს მივიდა სახლში, ბელა იჯდა ფანჯრის წინ, როგორც ყოველთვის, და კითხულობდა წიგანს. ის აიხედა, როდესაც კახი შევიდა და მაშინვე იცოდა, რომ რაღაც მოხდა. რა არის? ჰკითხა მან. კახიმ ჩაიჯდა იატაკზე მის სკამის წინ, როგორც ხშირად აკეთებდა და უყურა მის თვალებში.
დღეს მე მომთავაზეს მუშაობა მოსკოვში, თქვა მან. ბელას სახე შეიცვალა. პირველად იყო სიხარული იმისა, რომ კახის აღიარებდნენ, რომ მას სთავაზობდნენ რაღაც დიდს. მაგრამ შემდეგ იყო შიში იმისა, რომ ეს ნიშნავდა გაყოფას. და ჰკითხა მან, მისი ხმა ძლივს ისმოდა. და მე უარი ვთქვი, უპასუხა კახიმ. ბელამ დახურა წიგნი და დადო ის თავის კალთაში. რატომ? ჰკითხა მან, მაგრამ ის უკვე იცოდა პასუხი. რადგან მოსკოვი არის მხოლოდ ქალაქი. მაგრამ შენ ხარ ჩემი სახლი. ბელამ დაიწყო ტირილი და ეს იყო მესამეჯერი, როდესაც კახიმ დაინახა ის ტირილი. კახი, შენ არ უნდა გაიკეთებინა ეს. შენ არ უნდა უარი გეთქვა ჩემი გამო. კახიმ აიღო მისი ხელები და აკოცა ისინი. მე არ უარი ვთქვი შენი გამო. მე უარი ვთქვი ჩემი გამო. რადგან მე ვიცი, რომ მე ვერ ვიქნები ბედნიერი მოსკოვში, თუ შენ არ იქნები ჩემთან. და რა აზრი აქვს წარმატებას, თუ შენ არ შეგიძლია გაზიარება მისი იმ ადამიანთან, რომელსაც უყვარხარ, ისინი იჯდნენ ასე ხანგრძლივად, ორივე ატირდა, ორივე ეჭირა ერთმანეთი და გარეთ ქალაქი აგრძელებდა ცხოვრებას, არ იცოდა იმ მსხვერპლის შესახებ, რომელიც ახლახან მოხდა ამ პატარა ბინაში. მაგრამ ამბავი კახის უარის შესახებ გავრცელდა სწრაფად თეატრალურ წრეებში და რეაქცია იყო შერეული. ზოგი ამბობდა, რომ კახი იყო გმირი, კაცი, რომელიც აყენებდა სიყვარულს კარიერაზე მაღლა. მაგრამ სხვები ამბობდნენ, რომ ის იყო სულელი, კაცი, რომელიც ანადგურებდა თავის მომავალს ქალის გამო, რომელიც ისედაც არასოდეს გამოჯანმრთელდებოდა. და იყო მესამე ჯგუფი ადამიანები, რომლებიც ჩურჩულებდნენ, რომ კახი არ უარყო შეთავაზება სიყვარულის გამო, არამედ შიშის გამო, შიშის იმისა, რომ თუ ის წავიდოდა, ბელა მოკვდებოდა და მაშინ ის იქნებოდა მკვლელი. ეს ჩურჩული მივიდა კახის ყურებამდე და ერთ საღამოს, თეატრის ბარში, ის დაუპირისპირდა ერთ-ერთ ამ ადამიანს. შენ ამბობ, რომ მე ვშიშობ? ჰკითხა კახიმ, მისი ხმა იყო ძალიან ჩუმი, ისეთი ჩუმი, რომ ყველამ ბარში შეწყვიტა საუბარი და მოусმინა. კაცმა, რომელიც იყო ახალგაზრდა რეჟისორი სახელად ლევან, უპასუხა, მე ვამბობ, რომ შენ რჩები ბელასთან, რადგან შენ ვერიტან მოაზროვნა, რომ შენ იქნები ის, ვინც მიატოვა ავადმყოფი ქალი. შენ რჩები არა მისთვის, არამედ შენი რეპუტაციისთვის. კახიმ მიუახლოვდა ლევანს და ერთი მომენტის განმავლობაში ყველა მიფიქრა, რომ ის დაარტყამდა მას. მაგრამ კახი უბრალოდ უყურებდა მას, უყურებდა ისე ინტენსიურად, რომ ლევანმა გადადგა ნაბიჯი უკან. შენ იცი რა არის განსხვავება ჩვენ შორის? თქვა კახიმ. შენ ფიქრობ, რომ სიყვარული არის გრძნობა. მაგრამ მე ვიცი, რომ სიყვარული არის არჩევანი. და მე ვარჩევ ბელას ყოველდღე, არა იმიტომ, რომ მე მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მე მინდა. და შემდეგ ის გავიდა ბარიდან, დატოვა ლევანი და დანარჩენი ადამიანების სიჩუმეში. მაგრამ რა ფასად მოდიოდა ეს არჩევანი კახისთვის. ნინო ჯავახიშვილი ყვება, რომ მოსკოვის შეთავაზების უარყოფის შემდეგ კახის კარიერა შეიცვალა. მას აღარ აძლევდნენ საუკეთესო როლებს. მას აღარ იწვევდნენ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. ის ჩამოშორდა იმ წრეს, რომელიც აკონტროლებდა საბჭოთა თეატრს. ნინო ამბობს, რომ კახი არასოდეს ჩიოდა ამაზე, მაგრამ ის ხედავდა, როგორ აზიანებდა ეს მას. ერთხელ მე ვნახე ის თეატრის დერეფანში, როდესაც ის უყურებდა ახალ სპექტაკლს, სადაც მთავარ როლს თამაშობდა სხვა მსახიობი. ეს იყო როლი, რომელიც თავდაპირველად დაწერილი იყო კახისთვის. მე ვნახე მისი სახე და იქ იყო ტკივილი, მაგრამ არა შური. ის უბრალოდ დგას და უყურებდა და შემდეგ გაბრუნდა და წავიდა. გიორგი დანელია ყვება, რომ კახი ცდილობდა დამალვას თავისი იმედგაცრუება. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ის ბედნიერია, რომ მას აქვს მუშაობა, რომ მას აქვს ბელა, რომ მას აქვს ცხოვრება. მაგრამ ერთხელ 1970 წელს ჩვენ ვსვამდით ერთად და ის მითხრა, გიორგი, ზოგჯერ მე ვფიქრობ, თუ რა იქნებოდა, რომ მე მივიღე ის შეთავაზება. ზოგჯერ მე ვხედავ ოცნებებში თავს მოსკოვის სცენაზე და მე ვგრძნობ ისეთ სიხარულს. მაგრამ შემდეგ მე ვიღვიძებ და ვხედავ ბელას და მე ვიცი, რომ მე გავაკეთე სწორი არჩევანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არჩევანი არ აზიანებს. გიორგი ამბობს, რომ ეს იყო ერთადერთი ჯერი, როდესაც კახიმ აღიარა თავისი ნანობა. მაგრამ ეს არ იყო ნანობა იმისა, რომ ის დარჩა ბელასთან. ეს იყო ნანობა იმისა, რომ ცხოვრება აიძულებს ადამიანებს დაირჩიონ ერთი რამ სხვა რამის ხარჯზე. რატომ არ შეიძლება ორივეს ქონა? რატომ უნდა იყოს სიყვარული და კარიერა ურთიერთგამომრიცხავი? გიორგი ყვება, რომ მან არ იცოდა, რა უპასუხოს კახის, რადგან ის თვითონაც არ იცოდა პასუხი ამ კითხვაზე. ჩვენ უბრალოდ ვსვამდით სიჩუმეში, ორივე ვფიქრობდით იმ უსამართლობაზე, რომელიც არის ცხოვრება.
მაგრამ რა იცოდა ბელამ ამ ყველაფრის შესახებ? იცოდა თუ არა ის, რა მსხვერპლი შესწირა კახი მისთვის? ნინო ჯავახიშვილი ამბობს, რომ დიახ, ბელა იცოდა. ბელა იყო ძალიან ჭკვიანი ქალი. ის კითხულობდა გაზეთებს, ისმენდა ჩურჩულებს. ის იცოდა, რომ კახის კარიერა ზარალდებოდა მისი გამო. ნინო იხსენებს საუბარს, რომელიც ჰქონდა ბელასთან 1971 წელს. ბელამ მითხრა, ნინო, მე ვიცი, რომ კახი შეეძლო იყოს დიდი მსახიობი, ცნობილი მთელ საბჭოთა კავშირში. მაგრამ ის არჩევს ყოფნას ჩემთან და ეს მაძლევს მე ორ გრძნობას ერთდროულად. ერთი მხრივ მე უგრძნობ თავს ყველაზე საყვარელ ქალად მთელ სამყაროში. მეორე მხრივ მე უგრძნობ თავს ყველაზე ეგოისტურ ქალად მთელ სამყაროში. ნინო ამბობს, რომ ბელა ცდილობდა კომპენსაციას გაეკეთებინა კახისთვის. ის ყოველთვის ეკითხებოდა მას თეატრის შესახებ, ყოველთვის აქებდა მის მუშაობას, ყოველთვის ამბობდა, რომ ის იყო საუკეთესო მსახიობი საქართველოში. ის ცდილობდა გაეხადა კახი ბედნიერი, თუნდაც პატარა რამეებით. ნინო იხსენებს, როგორ ბელას თხოვდა მას, რომ მოეტანა თეატრალური ჟურნალები და როგორ კითხულობდა ის მათ ხმამაღლა კახისთვის საღამოებით. ის კითხულობდა რეცენზიებს სხვა მსახიობების შესახებ და შემდეგ ამბობდა, მაგრამ შენ უკეთესი ხარ მათზე, კახი. შენ ყოველთვის იქნები უკეთესი. მაგრამ იყო მომენტები, როდესაც ბელას ბრალის გრძნობა ხდებოდა ძალიან ძლიერი. ნინო ყვება, რომ ერთხელ ღამის შუაში ბელამ გააღვიძა ის და თქვა, ნინო, მე მინდა, რომ შენ დამპირდე მე რაღაც. რა? ჰკითხა ნინომ. დამპირდი, რომ თუ მე მოვკვდები, შენ დაარწმუნებ კახის, რომ ის დაიწყოს ახალი ცხოვრება. დამპირდი, რომ შენ არ მისცემ მას დარჩენას ჩემს მოგონებაში. ნინომ სცადა უარყოფა, მაგრამ ბელამ დაჟინებით სთხოვა. გთხოვ, ნინო. ეს არის ერთადერთი რამ, რასაც მე შემიძლია გაკეთება კახისთვის. მე შემიძლია მისცე მას თავისუფლება ჩემი სიკვდილის შემდეგ. ნინო ამბობს, რომ მან დახპირდა, მაგრამ ის იცოდა, რომ ეს იყო დაპირება, რომელსაც ის ვერასოდეს შეასრულებდა. რადგან მე ვიცოდი, რომ კახი არასოდეს დაიწყებდა ახალ ცხოვრებას. ბელა იყო მისი ცხოვრება და როდესაც ის მოკვდებოდა, კახის ცხოვრებაც მოკვდებოდა მასთან ერთად. ნინო ყვება, რომ ეს იყო ტრაგედია, რომელიც ყველამ ხედავდა მოსულს, მაგრამ არავინ შეეძლო შეჩერება. ეს იყო როგორც ნელი მატარებლის ავარია. შენ ხედავ მას მოსულს, მაგრამ შენ ვერაფერს აკეთებ, რადგან ძალები, რომლებიც მართავენ ამ მატარებელს, არის ძალიან ძლიერი. მაგრამ რა ხდებოდა კახის გარშემო იმ ადამიანებთან, რომლებიც არ ესმოდათ მისი არჩევანი? როგორ ექცეოდნენ ისინი მას? გიორგი დანელია ყვება, რომ კახი ნელ-ნელა იზოლირდებოდა. ადამიანები წყვეტდნენ მას მოწვევას ჩვეულებებზე, რადგან ისინი იცოდნენ, რომ ის ვერ მოვიდოდა. ისინი წყვეტდნენ მას შეთავაზებას როლებს, რადგან ისინი იცოდნენ, რომ მას არ შეეძლო მუშაობა გვიან საღამოებით. კახი ხდებოდა მოჩვენება თავის საკუთარ ცხოვრებაში, კაცი, რომელიც იყო ცოცხალი, მაგრამ არ იყო ნამდვილად ცოცხალი. გიორგი ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე სამწუხარო ნაწილი მთელი ამ ისტორიისა. არა ის, რომ კახი იტანჯებოდა, არამედ ის, რომ ის იტანჯებოდა სიჩუმეში და არავინ აღიარებდა მის ტკივილს. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო კახის გვერდით და ეს იყო მისი ძმა, გიორგი კავსაძე. გიორგი იყო უმცროსი ძმა, რომელიც მუშაობდა ინჟინრად და ცხოვრობდა დიღომში. ის სტუმრობდა კახის და ბელას ყოველ კვირას და ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც კახი საუბრობდა ნამდვილად. გიორგი კავსაძე 2011 წელს, ერთი წლის შემდეგ კახის გარდაცვალებისა დათანხმდა ინტერვიუზე და მისმა ისტორიამ გამოავლინა ახალი მხარე კახის ცხოვრებისა. კახი იყო ჩემი გმირი, ამბობს გიორგი და მისი ხმა კანკალებს. მაგრამ ის ასევე იყო ჩემი ძმა და მე ვხედავდი მას არა როგორც გმირს, არამედ როგორც კაცს, რომელიც იბრძოდა ყოველ დღე. გიორგი იხსენებს ერთ საღამოს 1972 წელს, როდესაც კახიმ დარეკა მას ღამის 2 საათზე. ის ამბობდა, გიორგი, მე ვერ ვიძინებ. მე ვერ ვიძინებ, რადგან მე მეშინია. მე ვკითხე, რისი და ის უპასუხა, მე მეშინია, რომ ერთ დღეს მე გავიღვიძებ და აღარ შემიყვარდება ბელა. მე მეშინია, რომ ეს ყველაფერი, ეს მოვლა, ეს მსხვერპლი გახდება ჩვევა და მე დავკარგავ სიყვარულს, რომელიც არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც მე ვაკეთებ ამას. გიორგი ამბობს, რომ ის წავიდა კახის სახლში იმ ღამეს და ისინი ისაუბრეს დილამდე. მე ვუთხარ იმას, კახი, ის, რომ შენ ეშინია დაკარგვის სიყვარულისა, ნიშნავს, რომ შენ კვლავ გიყვარს. რადგან თუ შენ აღარ გიყვარდა, შენ არ იფიქრებდი ამაზე. და კახი მუყურა მე და თქვა, შესაძლოა შენ მართალი ხარ. მაგრამ რა მოხდება, თუ ერთ დღეს მე აღარ ვიფიქრებ ამაზე?
რა მოხდება, თუ მე უბრალოდ გავაგრძელებ მექანიკურად გარეშე სიყვარულისა? გიორგი ამბობს, რომ მან არ იცოდა რა უპასუხოს, რადგან ეს იყო შიში, რომელიც იყო ძალიან რეალური. მაგრამ შემდეგ გიორგი ყვება რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს. მე ვუთხარი კახის, მაშინ წადი და უყურე ბელას. წადი ახლავე და უყურე მას, როდესაც ის სძინავს. კახი წავიდა საძინებელში და მე დავრჩი სამზარეულოში. ის იყო იქ 10 წუთის განმავლობაში და როდესაც ის დაბრუნდა, მისი სახე იყო სხვა. ის ღიმოდა და ეს იყო ნამდვილი ღიმილი, არა იძულებული. ის თქვა, გიორგი, მე ვნახე ის და მე გავიხსენე. მე გავიხსენე, რატომ მე ვაკეთებ ამას. რადგან როდესაც მე ვუყურებ მას, მე კვლავ ხედავ იმ გოგონას, რომელიც ცეკვავდა თეატრის სახურავზე. მე კვლავ ხედავ იმ ქალს, რომელიც გაიცინა ავტობუსში, როდესაც მე ვთხოვე მას ცოლად. ის კვლავ არის იქ, გიორგი. ის კვლავ არის იქ, ამ სხეულში, რომელიც აღარ მუშაობს. და მე კვლავ მიყვარს ის. გიორგი ამბობს, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც მან გაიგო, რომ კახის სიყვარული არ იყო რაღაც, რაც შეეძლო დაკარგვა. ეს იყო რაღაც, რაც იყო ისეთი ღრმა, ისეთი ფუნდამენტური, რომ ის იყო ნაწილი კახის იდენტობისა. ის არ უყვარდა ბელა. ის იყო სიყვარული ბელასადმი. გიორგი ყვება, რომ იმ ღამის შემდეგ ის აღარასოდეს ეჩვეობდა კახის გადაწყვეტილებაში. მე ვიცოდი, რომ ის აკეთებდა სწორ საქმეს, არა იმიტომ, რომ ეს იყო მორალურად სწორი, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი საქმე, რომელიც ის შეეძლო გაეკეთებინა და დარჩენილიყო თავად. მაგრამ რა ფასად მოდიოდა ეს ერთგულება კახის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე? ექიმები, რომლებიც მკურნალობდნენ კახის 1973 წლიდან, ამბობენ, რომ მისი სხეული იწყებდა დაღლილობის ნიშნების ჩვენებას. კახი ატარებდა ბელას ყოველდღე, რამდენჯერმე დღეში, ამბობს ექიმი, რომელიც მკურნალობდა კახის ზურგის ტკივილისგან. ეს იყო ფიზიკური დატვირთვა, რომელიც არ იყო განკუთვნილი ადამიანის სხეულისთვის. მისი ზურგი იწყებდა დაზიანებას, მისი მუხლები იწყებდა შეშუპებას. მაგრამ ის არასოდეს ჩივოდა. ის უბრალოდ მოდიოდა, იღებდა ტკივილგამაყუჩებელს და აგრძელებდა. ექიმი ყვება, რომ ერთხელ მან სცადა დაერწმუნებინა კახი, რომ დაექირავებინა პროფესიონალი მოვლე. მე ვუთხარი მას, კახი, შენი სხეული არ გაძლებს ამას კიდევ ბევრი წლის განმავლობაში. შენ საჭიროებ დახმარებას. მაგრამ კახიმ უბრალოდ უყურა მე და თქვა, ექიმო, თუ მე ვერ ვატარებ ჩემს ცოლს, მაშინ რა აზრი აქვს ჩემს ხელებს? ექიმი ამბობს, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც მან გაიგო, რომ კახი არ იყო უბრალოდ პაციენტი. ის იყო კაცი, რომელიც გადაწყვიტა, რომ მისი სხეული იყო ინსტრუმენტი მისი სიყვარულისა და ის გამოიყენებდა ამ ინსტრუმენტს სანამ ის მუშაობდა. მაგრამ რა ხდებოდა კახის გონებასთან? როგორ აზიანებდა ეს მუდმივი სტრესი და დაღლილობა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას? გიორგი დანელია ყვება, რომ კახი იწყებდა ჩვენებას დეპრესიის ნიშნებს 1974 წლიდან. ის ხდებოდა უფრო ჩუმი, უფრო შორეული. ის ნაკლებად იცინოდა, ნაკლებად საუბრობდა. ის იყო როგორც ჩრდილი თავისი თავისა. გიორგი იხსენებს ერთ დღეს, როდესაც ის ნახა კახი თეატრის დერეფანში, მარტო უყურებდა კედელს. მე მივუახლოვდი და ვკითხე, კახი, შენ კარგად ხარ? და ის უბრალოდ თქვა, გიორგი, ზოგჯერ მე ვგრძნობ, რომ მე ვცხოვრობ ორ პარალელურ სამყაროში. ერთში მე ვარ მსახიობი, რომელიც თამაშობს სცენაზე. მეორეში მე ვარ მოვლე, რომელიც ატარებს ავადმყოფ ქალს. და მე აღარ ვიცი, რომელი მათგანი არის ნამდვილი. გიორგი ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი რამ, რასაც კახი მოდეს მეუთხრა მას. რადგან ეს ნიშნავდა, რომ კახი იწყებდა დაკარგვას თავისი იდენტობა. ის აღარ იცოდა, ვინ იყო ის, რა იყო მისი მიზანი. ის უბრალოდ არსებობდა, დღიდან დღემდე, გარეშე რაიმე მიზნისა გარდა გადარჩენისა. გიორგი ყვება, რომ მან სცადა დახმარება კახის, მაგრამ ის არ იცოდა როგორ. როგორ შეგიძლია დახმარება კაცისა, რომელიც ცხოვრობს ისეთ სიტუაციაში, რომელსაც არ აქვს გამოსავალი? როგორ შეგიძლია თქვა მას, რომ ყველაფერი იქნება კარგად, როდესაც შენ იცი, რომ ეს არ იქნება, მაგრამ შემდეგ 1975 წელს მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ბელას დაუბადა მეორე შვილი, გოგონა, რომელსაც დაარქვეს ნინო. ეს იყო სასწაული, რადგან ექიმები ამბობდნენ, რომ ბელას აღარ შეეძლო შვილების ყოლა. მაგრამ ბუნებამ გადაწყვიტა სხვაგვარად. და ამ პატარა გოგონას დაბადებამ მოიტანა ახალი სიცოცხლე იმ სახლში, სადაც იყო ისეთი ბევრი ტკივილი. კახი, რომელიც იყო დაღლილი, დეპრესიული, უცებ იპოვა ახალი მიზანი. ის იყო არა მხოლოდ ქმარი და მოვლე. ის იყო მამა.
გიორგი კავსაძე იხსენებს პირველ ჯერს, როდესაც მან ნახა კახი პატარა ნინოსთან. ის ატარებდა მას ხელებში და მისი სახე იყო ისეთი, რომელიც მე არ მინახავს წლების განმავლობაში. ის ღიმოდა, ნამდვილად ღიმოდა და მისი თვალები ანათებდა. ის უყურებდა ამ პატარა გოგონას და მე ვხედავდი, რომ ის ხედავდა მომავალს. ის ხედავდა იმას, რისთვისაც ის იბრძოდა. გიორგი ამბობს, რომ ნინოს დაბადებამ გადაარჩინა კახი. ეს მისცა მას მიზანი, რომელიც იყო მეტი ვიდრე უბრალოდ გადარჩენა. ეს მისცა მას იმედი. მაგრამ როგორ გრძნობდა თავს ბელა ამ ყველაფრის შესახებ? როგორ გრძნობდა თავს ქალი, რომელმაც იშვა შვილი, მაგრამ ვერ შეძლო მისი ხელში აღება? ნინო ჯავახიშვილი ყვება, რომ ბელა იყო ბედნიერი და სევდიანი ერთდროულად. ის ბედნიერი იყო, რომ მას ჰყავდა ქალიშვილი. მაგრამ ის სევდიანი იყო, რომ ის ვერ შეძლო იყოს ნამდვილი დედა, რომელიც შეუძლია თამაში თავის შვილთან, სიარული მასთან, სწავლება მისი. ნინო იხსენებს, როგორ ბელა უყურებდა კახის, როდესაც ის თამაშობდა პატარა ნინოსთან. მის თვალებში იყო ისეთი სიყვარული და ისეთი ტკივილი, რომ ეს იყო თითქმის აუტანელი სანახავად. მაგრამ ბელა არასოდეს ჩივოდა. ის აკეთებდა ყველაფერს, რასაც შეეძლო, რომ ყოფილიყო ნაწილი თავისი ქალიშვილის ცხოვრებისა. ის უმღეროდა მას, უკითხავდა მას ზღაპრებს, ესაუბრებოდა მას საათების განმავლობაში. და პატარა ნინო, რომელიც იზრდებოდა ამ სიყვარულში, არასოდეს გრძნობდა, რომ მისი დედა იყო განსხვავებული. მისთვის ბელა იყო უბრალოდ დედა, რომელიც იყო ყოველთვის იქ, ყოველთვის მზად მოსმენისთვის, ყოველთვის მზად სიყვარულისთვის. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, ჩნდება კითხვა, როგორ შეძლო ამ ოჯახმა გადარჩენა? როგორ შეძლო მათ გაგრძელება, როდესაც ყველაფერი იყო მათ წინააღმდეგ? პასუხი მოდის არა დიდი ჟესტებიდან, არამედ პატარა მომენტებიდან, დილის ყავა, რომელსაც კახი ამზადებდა ბელასთვის, საღამოს საუბრები, რომლებიც გრძელდებოდა დილამდე, ღიმილები, რომლებიც გაცვლილი იყო მათ შორის, როდესაც არავინ უყურებდა. ეს იყო ის პატარა რამეები, რომლებიც აკავშირებდა მათ, რომლებიც აძლევდა მათ ძალას გაგრძელებისთვის. მაგრამ რამდენ ხანს შეეძლოთ ამის გაგრძელება? რამდენ ხანს შეეძლო კახის ატარება ამ ტვირთისა, ფიზიკურისა და ემოციურისა? და რა მოხდებოდა, როდესაც ბოლოს ერთ-ერთი მათგანი ვერ გაძლებდა? ეს კითხვები ჰაერში ჰქონდა და ყველა, ვინც იცნობდა კახის და ბელას, იცოდა, რომ ერთ დღეს ეს ამბავი მოვიდოდა დასასრულამდე. მაგრამ არავინ იცოდა, როგორ მოვიდოდა ეს დასასრული და არავინ იყო მზად იმისთვის, რაც მოხდებოდა. 1970 წლის შემოდგომაზე კახი კავსაძის ცხოვრებაში შემოვიდა ადამიანი, რომელიც შეეცდებოდა გაენადგურებინა ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა. ეს ადამიანი იყო ქალი სახელად ეკატერინე ლომიძე, ახალი მსახიობი, რომელიც ჩამოვიდა მოსკოვიდან და დაიწყო მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში. ეკატერინე იყო ლამაზი, ნიჭიერი, ამბიციური და ის მაშინვე შეამჩნია კახი. მაგრამ ის რაც გახადა ეკატერინე განსხვავებული სხვა ქალებისგან, რომლებიც ცდილობდნენ მიზიდვას კახისა, იყო ის, რომ ის არ ცდილობდა დამალვას თავისი ინტერესი. ის ღიად ამბობდა, რომ ის უყვარდა კახი და რომ ის აპირებდა მის მოგებას, მიუხედავად ყველაფრისა. თეატრალურ წრეებში ადამიანები იწყებდნენ საუბარს და ზოგიერთი მათგანი ელოდა, რომ ნახავდა, რას გააკეთებდა კახი. ეკატერინე იყო ჭკვიანი. ის არ ცდილობდა პირდაპირ შეტევას. ის ნელ-ნელა აშენებდა ურთიერთობას კახისთან, იწყებდა როგორც კოლეგა, შემდეგ როგორც მეგობარი. ის ესაუბრებოდა მას თეატრის შესახებ, ხელოვნების შესახებ, ცხოვრების შესახებ. ის უსმენდა მას, როდესაც ის საუბრობდა თავის პრობლემებზე და ის აძლევდა მას რჩევებს. ის იყო ის, რასაც კახი არ ჰქონდა წლების განმავლობაში, ადამიანი, რომელიც არ იყო დაკავშირებული მის ტკივილთან, ადამიანი, რომელთან ის შეეძლო იყოს უბრალოდ კახი, არა კახი მოვლე, არა კახი ქმარი ავადმყოფი ცოლისა. გიორგი დანელია იხსენებს, როგორ კახი იწყებდა ცვლილებას 1970 წლის ბოლოს. ის იწყებდა მეტ დროს გატარებას თეატრში. ის იწყებდა დაბრუნებას სახლში უფრო გვიან. და როდესაც მე ვკითხე მას ამის შესახებ, ის უბრალოდ ამბობდა, რომ მას ჰქონდა მეტი რეპეტიციები. გიორგი ამბობს, რომ ის არ სჯეროდა ამას, მაგრამ ის არ უნდოდა დაეჩვებულიყო კახი. მე ვიცოდი, რომ კახი იყო ერთგული. მე ვიცოდი, რომ ის არასოდეს მოატყუებდა ბელას. მაგრამ მე ასევე ვიცოდა, რომ ის იყო ადამიანი და ადამიანები ზოგჯერ სუსტდებიან. გიორგი ყვება, რომ ერთ საღამოს 1977 წლის იანვარში ის ნახა კახი და ეკატერინე ერთად თეატრის ბარში. ისინი იჯდნენ კუთხეში და ისინი საუბრობდნენ. მხოლოდ საუბრობდნენ. მაგრამ იყო რაღაც მათ შორის, რაღაც ელექტრული, რაც მე შემაშფოთა.
გიორგი გადაწყვიტა, რომ ის უნდა ესაუბრა კახის. ის დაელოდა, სანამ ეკატერინე წავიდოდა და შემდეგ მიუახლოვდა კახის. მე ვკითხე, კახი, რა ხდება შენსა და ეკატერინეს შორის და კახი მუყურამე და მისი სახე იყო ისეთი დაღლილი, ისეთი სევდიანი. ის თქვა, გიორგი, არაფერი ხდება. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ. მე ვთქვი, მაგრამ ადამიანები საუბრობენ. და კახი მუპასუხა, ადამიანები ყოველთვის საუბრობენ. მაგრამ მე ვიცი, რა ვაკეთებ. მე ვიცი, სად არის ხაზი და მე არასოდეს გადავლახავ მას. გიორგი ამბობს, რომ ის უნდა ეჯერებინა კახი, მაგრამ რაღაც მის შიგნით ამბობდა, რომ ეს სიტუაცია იყო საშიში. და ის მართალი იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ 1967 წლის თებერვალში ეკატერინემ გააკეთა ნაბიჯი, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. სპექტაკლის შემდეგ, როდესაც ყველა წავიდა, ეკატერინე დარჩა გრიმიორში და დაელოდა კახის. როდესაც კახი შევიდა, ეკატერინე მიუახლოვდა მას და უთხრა, კახი, მე ვიცი, რომ შენ გაქვს ცოლი. მე ვიცი, რომ შენ ხარ ერთგული. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ შენ არ ხარ ბედნიერი. და მე შემიძლია გაგიხადო ბედნიერი. კახი დგას და უყურებდა მას და ერთი მომენტის განმავლობაში ეკატერინეს ეგონა, რომ ის მოიგო. მაგრამ შემდეგ კახიმ თქვა რაღაც, რამაც გაანადგურა ყველა მისი იმედი. ეკატერინე, შენ ლამაზი ხარ, ნიჭიერი და შენ იმსახურებ კაცს, რომელიც შეგიძლია მისცე ყველაფერი. მაგრამ მე არ ვარ ის კაცი. მე უკვე მივეცი ყველაფერი ერთ ქალს და მე არ მაქვს არაფერი დარჩენილი სხვა ვინმესთვის. ეკატერინეს სცადა დაერწმუნებინა ის, მაგრამ კახიმ შეაჩერა. არა, ეკატერინე. შენ არ გესმის. ეს არ არის იმის შესახებ, თუ რას მე მინდა. ეს არის იმის შესახებ, თუ ვინ მე ვარ. და მე ვარ კაცი, რომელიც უყვარს ბელა მირიანაშვილი. ეს არის ჩემი იდენტობა. ეს არის ის, რაც მე ვარ. და თუ მე დავკარგავ ამას, მე დავკარგავ თავს. ეკატერინე დატოვა გრიმიორი ტირილით და კახი დარჩა მარტო, ხელები კანკალებდა, გული ძლიერად სცემდა. როდესაც კახი დაბრუნდა სახლში იმ ღამეს, ბელა ელოდა მას. ის იჯდა სკამში ფანჯრის წინ, როგორც ყოველთვის, მაგრამ ამჯერად მისი სახე იყო განსხვავებული. ის იცოდა. როგორღაც ის იცოდა, რომ რაღაც მოხდა. კახი, მოდი აქ, თქვა მან. კახი მიუახლოვდა და ბელამ აიღო მისი ხელები. რა მოხდა? ვკითხა მან. კახიმ სცადა უარყოფა, მაგრამ ბელამ შეაჩერა. არა, კახი. არ მატყუო. მე ვიცი, როდესაც რაღაც არ არის სწორი. რა მოხდა? კახიმ ჩაიჯდა იატაკზე მის სკამის წინ და უყურა მის თვალებში. დღეს ერთმა ქალმა მითხრა, რომ ის შეიძლება გამხადოს ბედნიერი, თქვა მან. ბელას სახე არ შეიცვალა. ის უბრალოდ უყურებდა მას და ელოდა. და მე უთხარი მას, რომ მე უკვე ბედნიერი ვარ. ბელამ გაიგიმა და ეს იყო ღიმილი, რომელიც აღწევდა მის თვალებს. შენ მართალი ხარ? ვკითხა მან. კახი მკივნა. დიახ, მე მართალი ვარ. მე ბედნიერი ვარ, ბელა. არა იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება არის სრულყოფილი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება არის ჩვენი. ეს არის ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ ერთად. და მე არ შევცვლი ამას არაფრისთვის. ბელამ დაიწყო ტირილი და ეს იყო მეოთხე ჯერი, როდესაც კახიმ დაინახა ის ტირილი. მაგრამ ამჯერად ეს იყო ტირილი სიხარულისა, არა ტკივილისა. კახი, მე არ ვიცი, რა გავაკეთე, რომ დამიმსახურა შენი სიყვარული, თქვა მან. კახი მაკოცა მისი ხელები. შენ არაფერი გააკეთე. შენ უბრალოდ იყავი შენ. და ეს საკმარისია. იმ ღამის შემდეგ ეკატერინე ლომიძე დატოვა თეატრი და დაბრუნდა მოსკოვში. ადამიანები ამბობდნენ, რომ ის წავიდა, რადგან ის ვერ იტანდა იყოს იმავე ადგილას კახისთან, იცოდა, რომ ის არასოდეს ექნებოდა ის. მაგრამ სხვები ამბობდნენ, რომ ის წავიდა, რადგან ის დაინახა რაღაც იმ ღამეს გრიმიორში, რაღაც, რამაც მას გააგებინა, რომ ზოგიერთი სიყვარული არის ისეთი ძლიერი, რომ ის არ შეიძლება გატეხვა. და შესაძლოა ორივე ვერსია იყო მართალი. შესაძლოა ეკატერინე წავიდა, რადგან ის გაიგო, რომ კახი და ბელა არ იყვნენ უბრალოდ ქმარი და ცოლი. ისინი იყვნენ ორი ნახევარი ერთი სულისა და არავის შეეძლო მათი გაყოფა. მაგრამ ეს ინციდენტი დატოვა კვალი კახის გულში. გიორგი დანელია ყვება, რომ კახი გახდა კიდევ უფრო დახურული იმ დღის შემდეგ. ის თითქმის აღარ საუბრობდა თავის გრძნობებზე. ის უბრალოდ მუშაობდა, ატარებდა ბელას, ულიდა მას, თამაშობდა თავის შვილებთან. ის იყო როგორც მანქანა, რომელიც მუშაობდა ავტომატურად.
გიორგი ამბობს, რომ ის ეშინოდა კახისთვის. მე ვეშინოდა, რომ ერთ დღეს ეს მანქანა გაჩერდებოდა და მაშინ რა მოხდებოდა, მაგრამ კახი არ გაჩერდა. ის აგრძელებდა, დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე ატარებდა თავის ტვირთს, ფიზიკურს და ემოციურს, გარეშე ჩივილისა, გარეშე ნანობისა. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, ჩნდება კითხვა, რა იყო ის, რაც აიძულებდა კახის გაეგრძელებინა? რა იყო ის ძალა, რომელიც აძლევდა მას ენერგიას, როდესაც მისი სხეული ტკიოდა, როდესაც მისი გონება იყო დაღლილი, როდესაც მთელი სამყარო ეუბნებოდა მას, რომ ის უნდა დაენებებინა? პასუხი მოდის არა დიდი ფილოსოფიიდან, არამედ მარტივი მომენტიდან, რომელიც მოხდა 1967 წლის გაზაფხულზე. კახი ატარებდა ბელას აბაზანიდან საძინებელში, როგორც ყოველდღე, და უცებ ბელამ თქვა, კახი, გაჩერდი ერთი წუთით. კახი გაჩერდა და ბელამ უყურა მის თვალებში. მე მინდა, რომ შენ იცოდე რაღაც, თქვა მან. და ჰკითხა კახიმ. მე მინდა, რომ შენ იცოდე, რომ ყოველდღე, როდესაც შენ მატარებ ხელებში, მე უგრძნობ თავს ყველაზე უსაფრთხოდ მთელ სამყაროში. მე უგრძნობ, რომ არაფერი ვერ დამაზიანებს, რადგან შენ ხარ ჩემთან. კახი უყურა ბელას და იმ მომენტში ის გაიგო. ის გაიგო, რატომ ის აგრძელებდა. ის აგრძელებდა არა იმიტომ, რომ ის იყო გმირი, არა იმიტომ, რომ ის იყო წმინდანი. ის აგრძელებდა იმიტომ, რომ ყოველდღე, როდესაც ის ატარებდა ბელას, ის აძლევდა მას რაღაც, რასაც არავინ სხვა ვერ მისცემდა, უსაფრთხოების გრძნობას, სიყვარულის გრძნობას, სახლის გრძნობას. და ეს იყო საკმარისი. ეს იყო მეტი ვიდრე საკმარისი. ეს იყო ყველაფერი. მეგობრებო, როგორ აფასებთ თქვენ კახი კავსაძის და ბელა მირიანაშვილის ისტორიას? იყო თუ არა კახი გმირი, რომელმაც შესწირა თავისი ცხოვრება სიყვარულისთვის, თუ უბრალოდ კაცი, რომელმაც გააკეთა ერთადერთი არჩევანი, რომელიც მას შეეძლო? იყო თუ არა ბელა ტვირთი, თუ საჩუქარი? და ყველაზე მნიშვნელოვანი, შეგიძლიათ თუ არა თქვენ ჩვენგანი ნებისმიერმა ასეთი სიყვარული? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. გახსოვთ თუ არა კახი და ბელა თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში? გაქვთ თუ არა თქვენი ისტორია ასეთი ერთგულების შესახებ? დააც გაპუნეთ მოწონებაზე თუ თქვენ გჯეროდათ ნამდვილი სიყვარულის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები ადამიანების შესახებ, რომლებმაც შეცვალეს სამყარო თავიანთი სიყვარულით.